სააკაშვილის დროს უკანონო ფასნამატი იყო 40 თეთრი და ქართული ოცნების დროს ეს უკანონო ფასნამატი 1 ლიტრა ბენზინზე გაიზარდა 77 თეთრამდე. ჯამში 488.400.000 ლარის უკანონოდ ამოღება ხდება ხალხის ჯიბიდან ქართული ოცნების ჩინოვნიკების მიერ. რეალურად ეს არის კარტელური შეთანხმება, ანუ ოლიგარქთა შეთქმულება და ამ ოლიგარქიულ შეთქმულებაში მონაწილე ყველაფერი არის უკვე ყველა მაღალი თანამდებობის პირი, ანუ ჩინოვნიკები, რომელთაც ეკუთვნის ეს კომპანიები, რომლებმაც მოილაპარაკეს, რომ არ აწარმოებენ ერთმანეთთან ფასების ომი და სპეკულაციურად გაზარდონ მაღლა ფასები. შესაბამისად, დღეს ქართული დასის ორგანიზებით გაიმართება გამაფრთხილებელი მსვლელობა. აქვე გადაწყდა ლიდერებთან კონსულტაციით, რომ მსვლელობა დასრულდეს არა ენერგეტიკის სამინისტროსთან, არამედ კანცელარიასთან, ერთწუთიანი გამაფრთხილებელი, გამაყრუებელი ავტომობილის სიგნალებით და მოვითხოვოთ ბენზინის გაიაფება. მაქსიმალური ფასი, რაც შეიძლება ბენზინზე დღეს საქართველოში იყოს, ეს არის ლარნახევარი. კანადაში მაგალითად 60 ცენტი, ანუ 1 ლარი და 5 თეთრია დაახლოებით ფასი ბენზინის.